ეს ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადუროა. სულ რამდენიმე თვის წინ მოსკოვში, როდესაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. ეს კი მადუროა. სულ რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის ციხისკენ მიმავალი. Moscow Times-ის მიხედვით რუსეთმა ვენესუელას სამხედრო მხარდაჭერის პირობა აღუთქვა, მაგრამ ასადის მსგავსად მოსკოვმა ვერც მადუროს მფარველობა მოახერხა. ვენესუელას დე-ფაქტო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, მის მეუღლეს, ვაჟს და სხვა თანამზრახველებს ახლა ნიუ-იორკის სასამართლო ბრალს სდებს ნარკოტერორიზმში, კოკაინის იმპორტში, ტყვიამფრქვევებისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობაში და ამ მოწყობილობების ფლობის მიზნით შეთქმულებაში. Ამ ვიდეოში კი განვიხილავთ, რატომ დააკავა ტრამპის ადმინისტრაციამ მადუროს სპეცოპერაციის შედეგად და რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს ვენესუელაში. Ამიტომ შემოწმე ხართ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. 2026 წლის 2 იანვარს შეერთებული შტატების ოპერაცია ვენესუელაში შესაძლოა ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მადუროს რეჟიმი რამდენიმე თვის მანძილზე იყო ტრამპის ზეწოლის ქვეშ. 2 სექტემბერს შეერთებული შტატების დრონმა ვენესუელურ ნავს პირველად დაარტყა, რამაც 11 ადამიანი იმსხვერპლა. თეთრი სახლის განცხადებით, ამ ნავს ნარკოტიკების დიდი რაოდენობა გადაჰქონდა. 15 სექტემბერს მეორე ვენესუელურ ნავზე განხორციელდა იერიში, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ტრამპის თქმით, ამ ნავზე ნარკოტერორისტები იმყოფებოდნენ. 19 სექტემბერს მესამე დარტყმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც ასევე 3 ადამიანი შეეწირა. 3 ოქტომბერს კი ამერიკის ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰექსეთმა განაცხადა, რომ მან ნარკოტერორისტების წინააღმდეგ მეოთხე შეტევა შეუკვეთა, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. Just so you understand, this was not an innocent group of people. I don't know too many people that have submarines. ეს სამხედრო დარტყმები იყო ტრამპის კამპანიის ნაწილი ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ, რომელზეც ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში საუბრობდა. მან ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას კრიმინალური ორგანიზაციებისა და ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ. მათ შორის აღმოჩნდა ვენესუელური ბანდა ტრენდე არაგუა, რომელიც ვაშინგტონის თქმით მადუროსთან შეთქმულებით ნარკოტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციას ეწეოდა შეერთებულ შტატებში. ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით შეერთებულ შტატებს რეგიონში 15,000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განლაგებული. ამასთან სექტემბრისათვის კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდად მიჩნეულ ნავებზე ამერიკამ მინიმუმ 21 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. წლის ბოლოს კი 31 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ვენესუელას 4 ნავთობ მომპოვებელ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის განცხადებით მადუროს არალეგიტიმურ ნარკოტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებდნენ. You can't flood this country with gang members. You can't flood this country with drugs that are coming out of Colombia through Venezuela with the cooperation of elements of your security forces. You can't turn Venezuela into the operating hub for Iran, for Russia, for Hezbollah, for China, for the Cuban intelligence agents that control that country. That cannot continue. პიტ ჰექსეთმა X-ზე დაწერა, რომ ეს შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ამერიკელი ხალხის მოწამვლა არ შეწყდება. როიტერსის ინფორმაციით კი ვენესუელა პარტიზანულ ჯგუფებს ამზადებდა ამერიკელების შეტევის წინააღმდეგ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაძაბულობის ფონზე მადურო მზად იყო ტრამპთან მოსალაპარაკებლად. US President Donald Trump called me on Friday, November 21st, from the White House. He was there and I was in the Miraflores Palace. We spoke for 10 minutes, and it was, as I say, a very respectful conversation. The US government knows, because we've told many of their spokespeople, that if they want to seriously discuss an agreement to combat drug trafficking, we're ready. ყურადღების მისაქცევამ მადურომ საჯარო მესიჯიც კი ჩაწერა ინგლისურად, სადაც ტრამპის ჟესტი გაიმეორა. Please, please, please. Yes, peace. Peace forever. Peace forever. მადუროს მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა დაადასტურა დონალდ ტრამპმაც. He's offered everything. You're right. You know why? Because he doesn't want to fuck around with the United States. ამის მიუხედავად, მოლაპარაკება მადუროს რეჟიმსა და ტრამპის კაბინეტს შორის არ შედგა და ამერიკის მთავრობამ მადუროს დაკავებისათვის ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯილდო $50 მილიონ გაზარდა.
With Nicolas Maduro, you could not make a deal or an arrangement. Although he, by the way, was given very generous offers. He could have left Venezuela as recently as, a week and a half ago. There were opportunities available for him to avoid all of this because he's not someone we can work with. საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს შეფასებით, ფენტანილის მთავარი მიმწოდებელი, რომელიც თეთრმა სახლმა მასობრივი განადგურების იარაღად გამოაცხადა, მექსიკა და არა ვენესუელა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით ვენესუელა ძირითადად კოკაინის ტრაფიკინგში ფიგურირებს, თუმცა შეერთებულ შტატებში ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის პირველი მიზეზი ფენტანილია და არა კოკაინი. მაშინ, რატომ ამოიღო ტრამპის ადმინისტრაცია მიზანში პირველად ნიკოლას მადურო? შეერთებული შტატების ოპერაციას ვენესუელაში, რომლის შედეგადაც მადურო და მისი მეუღლე დააკავეს, არაერთი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი კი მონროს დოქტრინაა, რომლის დაბრუნებასაც ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია. Monroe Doctrine, we sort of forgot about it. It was very important, but we forgot about it. We don't forget about it anymore. მონროს დოქტრინა პრეზიდენტ ჯეიმს მონრომ 1823 წელს შემოიღო. ეს იყო გაფრთხილება ევროპული ძალებისათვის, რომ დაესრულებინათ კოლონიური მისწრაფებები დასავლეთ ნახევარსფეროში, რაც უკვე შეერთებული შტატების ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა. შემდეგ 1904 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ეს დოქტრინა გააფართოვა და შეერთებულ შტატებს ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო ჩარევის უფლება მიანიჭა. სწორედ ასე ამართლებდა ვაშინგტონი საზღვაო ქვეითების გაგზავნას დომინიკის რესპუბლიკაში 1904 წელს, ნიკარაგუაში 1911 წელს, ჰაიტიში 1915 წელს და ასე შემდეგ. 1962 წელს მონროს დოქტრინა პრეზიდენტმა კენედიმ სიმბოლურად მოიხმო, როდესაც საბჭოთა კავშირმა კუბაში რაკეტების გამშვები ობიექტების მშენებლობა დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში სიტყვით წერია, რომ მრავალი წლის უგულველყოფის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ აღადგენს და აღასრულებს მონროს დოქტრინას, რათა აღადგინოს ამერიკის უპირატესობა დასავლეთ ნახევარსფეროში და დაიცვას საკუთარი მიწა და წვდომა რეგიონის საკვანძო გეოგრაფიულ ობიექტებზე. ამას უკვე დონროს დოქტრინასაც კი ეძახიან. Monroe Doctrine is a big deal, but we've superseded it by a lot. By a real lot. They now call it the Donroe document, I don't know. სწორედ ამ რეგიონში არის ვენესუელა, რომლის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 2019 წლიდან არ აღიარებს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და საქართველო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ვენესუელა ჰუგო ჩავეზის პრეზიდენტობიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს. ნიკოლას მადურო შეერთებული შტატებისათვის უბრალოდ ბანდიტია, რომლის მმართველობის დროსაც ვენესუელამ ისტორიული მასშტაბის კოლაფსი განიცადა. 2012 წლიდან გასულ წლამდე ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 80%-ით შემცირდა. 2018 წელს ინფლაციამ 75,000%-ს გადააჭარბა. მხოლოდ 2022 წელს კი ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობამ დაახლოებით $5.1 მილიარდ მიაღწია. სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ვენესუელაში ფართოდ ირღვეოდა ადამიანის უფლებები. იყო რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანების წამება და სასტიკი მომპყრობა, სიცოცხლისათვის საშიში საპატიმრო პირობები და სხვა მრავალი. მადუროს რეჟიმი მსოფლიოში ფართოდ აღიქმებოდა მკაცრ დიქტატურად. შესაბამისად, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი გაიქცა, ძირითადად მეზობელ კოლუმბიასა და პანამაში. თუმცა კორუფცია და ავტორიტარიზმი დასავლეთ ნახევარსფეროში მხოლოდ ვენესუელასთვის დამახასიათებელი არ არის. მადუროს რეპრესიებსა და არალეგიტიმურობასთან ერთად, აქ სხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორიც არის ნავთობი. თუ ვიდეოს ჯერ კიდევ უყურებ, ესე იგი ფაქტებზე დაფუძნებული გეოპოლიტიკური ანალიზი გაინტერესებს. ამიტომ გამოიწერე არხი ცნობისთვის და მხარი დაუჭირე ჩვენს დამოუკიდებელ ინიციატივას. ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი აქვს. დაახლოებით 300 მილიარდი ბარელი, რაც დაახლოებით 40 მილიარდი ბარელით მეტია საუდის არაბეთის მარაგებზე და თითქმის 4-ჯერ მეტი რუსეთის მარაგებზე. თუმცა ამის მიუხედავად ვენესუელა არ არის დიდი მოთამაშე გლობალურ ნავთობის ბაზარზე. ამჟამად ქვეყანა დღეში მხოლოდ 1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო ნედლი ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლებია. მისი ნავთობ პოტენციალი კი გაცილებით დიდია. As everyone knows, the oil business in Venezuela has been a bust, a total bust for a long period of time. They were pumping almost nothing by comparison to what they could
have been pumping and what could have taken place. We're going to have our very large United States oil companies, the biggest anywhere in the world, go in, spend billions of dollars, fix the badly broken infrastructure, the oil infrastructure, and start making money for the country. ვენესუელას დღიური ნავთობწარმოება შეერთებული შტატების ან საუდის არაბეთის წარმოებაზე თითქმის 10-ჯერ ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მარაგები გაცილებით დიდია. შესაბამისად, მისი ნავთობის საექსპორტო რაოდენობაც მცირეა. თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი, ვენესუელას ნავთობი მძიმე და მაღალი გოგირდის შემცველობისაა, რაც მოპოვებისათვის საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობასა და მაღალი დონის ტექნიკურ ცოდნას. ადგილობრივი ინფრასტრუქტურა კი არ არის სათანადოდ განვითარებული. მეორე, ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია წლების განმავლობაში არასწორად იმართებოდა. შეერთებული შტატების მტკიცებით პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები სახელმწიფო ნავთობკომპანიას PDVSA-ს თავიანთი კორუფციული მანქანის დასაფინანსებლად იყენებდნენ და არა ხალხის სასარგებლოდ ან ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. და მესამე, ტრამპის წინა ადმინისტრაციის სანქციებმა PDVSA-ზე კომპანიას მნიშვნელოვნად გაურთულა საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა და ნავთობის ექსპორტი. შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელი, ძირითადად აწარმოებს მსუბუქ, დაბალი გოგირდის შემცველობის ნედლ ნავთობს, რომელიც ეფექტურია ბენზინის წარმოებისათვის, თუმცა სხვა პროდუქტებისათვის ნაკლებად გამოდგება. ვენესუელური ტიპის მძიმე ნავთობი კი ხელსაყრელია ისეთი პროდუქტების მისაღებად, როგორიცაა დიზელი და ასფალტი. ამჟამად მსოფლიოში კი დიზელის ნაკლებობაა, რამაც ფასების ზრდაც გამოიწვია. ვენესუელურ ნავთობზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მომგებიანი შეიძლება იყოს შეერთებული შტატებისათვის. ვენესუელა გეოგრაფიულად ახლოსაა და მისი ნავთობის სქელი და წებოვანი სტრუქტურის გამო შედარებით იაფია. ანალიტიკოსების მიხედვით კი ამერიკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა სწორედ ვენესუელას მძიმე ნავთობის გადამუშავებისთვის არის აშენებული. ტრამპმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მოქმედ დროებით მთავრობასთან და 6 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად, ხოლო მიღებული თანხა ვენესუელასა და შეერთებული შტატების ხალხებს მოხმარდება. თუმცა შეერთებული შტატების ინტერესი ვენესუელას ნავთობისადმი უფრო გეოპოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური, რადგან ვენესუელას ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი დიახ, ჩინეთია. ვენესუელას ექსპორტირებული ნავთობის უდიდესი ნაწილი ჩინეთში იყიდება, თუმცა როიტერსის მიხედვით პეკინი ამ მოცულობების ძალიან მცირე ნაწილს ადეკლარირებს. 2025 წელს ჩინეთს დღეში 9 მილიონ ბარელამდე შემოჰქონდა ვენესუელადან, რაც ჩინეთის საზღვაო გზით შემოტანილი ნედლი ნავთობის დაახლოებით 4,9%-ია. სხვადასხვა ცნობებით ჩინელმა ინვესტორებმა 2016 წლის შემდეგ ვენესუელას ნავთობის სექტორში 2,1 მილიარდი დოლარი ჩადეს და ისინი იმ მცირერიცხოვან უცხოურ კომპანიებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ქვეყანაში საქმიანობას კვლავ აგრძელებენ. ვენესუელას ასევე ჩინეთის უზარმაზარი ვალი აქვს. 2007-2017 წლებში პეკინმა კარაკას 60 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც ლათინურ ამერიკაზე გაცემული ჩინური სესხების თითქმის ნახევარია. ამ პერიოდში ჩინეთმა ვენესუელასთან გააფორმა მრავალი კონტრაქტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის კრიტიკული ელემენტების კვლევისა და ძიების, საცხოვრებელი პროექტების, საკომუნიკაციო თანამგზავრებისა და სარკინიგზო კომპანიის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი ჩინეთის სარტყელი და გზის პოლიტიკის ფარგლებში, რაზეც ამ არხზე ბევრს ვსაუბრობთ. ჩინეთის დომინაციაზე იშვიათი მიწა ელემენტების ინდუსტრიაში კი მეც ამ ვიდეოდან გაიგებთ და არ გამოტოვოთ. შესაბამისად, ჩინეთი არის მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და მადურო სწორედ ნავთობს იყენებდა ვალის გასასტუმრებლად. ჩინეთთან ერთად ვენესუელა არის რუსეთისა და ირანის მოკავშირეც. როცა 2019 წლის არჩევნების შემდეგ მადუროს ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მის რეჟიმს სწორედ ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა დაუჭირეს მხარი. რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს გაეროს რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. შეერთებული შტატები დონროს დოქტრინის ფარგლებში კი არაპირებს დაუშვას ამერიკის მეტოქეების გაძლიერება დასავლეთ ნახევარსფეროში და როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, ვენესუელა შესაძლოა არ იყოს ბოლო სამიზნე. თუმცა ამაზე თქვენს აზრს კომენტარებში დაველოდები. მადუროს რეჟიმის დასრულებას ბევრი ზეიმობს, ბევრიც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ადმინისტრაციამ აღარ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ვენესუელას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მოვლენების განვითარებას ამ არხზე მომავალში გაგაცნობთ. გასულ წელს ჩვენ გავხდით ერთ-ერთი ყველაზე გაზიარებადი და ხანგრძლივად ყურებადი ქართული პროგრამა Spotify-ზე და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გეოპოლიტიკური არხი YouTube-ზე. თქვენი კომფორტისათვის ჩვენ ასევე შევქმნით ინტეგრირებული ვებგვერდი fyigeo.com, სადაც ერთ სივრცეში იგივე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოც, წაიკითხოთ სტატიაც და მოусმინოთ აუდიო ვერსიასაც. თქვენ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი. ვიდეოს ბოლოს მადლობას გიხდით თქვენ ერთგულ მაყურებელს. სწორედ თქვენ გვაძლევთ საშუალებას, რომ ვაკეთოთ ფაქტებზე დაფუძნებული გეოპოლიტიკური კონტენტი დამოუკიდებლად სპონსორის გარეშე. თქვენ კი თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი და მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ, შემოვერთდით ჩვენს 10,000-ობით მაყურებელს ამ ღილაკზე დაჭერით. ცნობისთვის არის თითქმის ყველა პლატფორმაზე და უფრო მრავალფეროვანი კონტენტისათვის გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. შევხვდებით ამ ვიდეოში.